მოგესალმებით ყველას. სანამ დავიწყებ მადლობას გადავხდით ორგანიზატორებს სამშენებლო აქციებისა, რაც მართლაც სასიკეთო საქმეა, ამის შედეგი მოგვიანებით ხდება და გამოჩნდება. დიდი მადლობა ყველას რა ამისათვის. და გუშინ უამრავი საინტერესო დამოკიდებულება წარმოჩნდა გოდერის ჩუქრის შემოქმედებისადმი და დღეს ჩემო ხედვას შემოთავაზებ და იმედია რომ ამასაც ექნება არსებობის უფლება. ამგვარ წაკითხვას გოდერის ჩუქრის შემოქმედებისა და ამ ფორმით დანაქმისა. მაგიური ტიპი მოგხსენება ბატონი ბეზოინენიშვილის ομილებით ერთია გოდერისისადმი ეს არის ჩემეული და ამასაც აღნიშნავ. გოდერის ჩუქრი და ქართული ფოლკლორი. ცნობილია რომ ცხოვრების ორგვარი სერიოზული და სასიცილო ფორმა არსებობს. შესაბამისად ცხოვრებისადმი ადამიანთა მიმართებაც დუალურია. სწორედ ამ ორი ფორმის ჰარმონიული და კანონზომიერი მონაწილეობა განაპირობებს სამყაროში ჰომო საპიენსის ყოფასა და გამძლეობას. ეს დამოკიდებულებანი საუკეთესოდ ვლინდება ხალხურ შემოქმედებაში, როგორც სიტყვიერ, ასევე ნაციონალურ მსახიობით ნიმუშებში. ამის უამრავი მაგალითი იძლევა ქართულ ფოლკლორში, სადაც საუცხოოდ იკვეთება როგორც ერის მაცოცხლებელი და მასაზრდოებელი ძალები, ასევე მისი უშუალო მიმართებანი გარესამყაროსადმი. ამ უნივერსალიებს ტერმინი გროტესკი გამოხატავს. რადგან მიგოჩნია, რომ ეს კოლექტიური ცნობიერების შემადგენელი ელემენტია, რომელიც ხდომილებათა აღქმის დისკურსს იმთავითვე განსაზღვრავს, რაც ერის სილამის, მისი კარნავალურობისა და სამყაროს უკუღმაჭრეთის მიზეზია. საგულისხმოა, რომ ქართული ხალხური შემოქმედების თითქმის ყველა რელიეფური ჟანრის ჩვენებრივ წაკითხვა გროტესკი ქართული ფოლკლორისთვის ძალზე სახასიათო მოვლენად წარმოაჩინა. ჩემთვის სასიხარულო აღმოჩნდა, რომ გოდერძი ჩოხელიც სწორედ ამ ტრადიციიდან გამოზრდილი შემოქმედია. ვისაც გოდერძის სიკვდილთან გაშინაურებულ მწერლად ესახება მხოლოდ, მისთვის შესაძლოა გასაკვირიც იყოს, რომ ჩვენ მის შემოქმედებაში გროტესკული მომენტების წამოწევას შევეცდებით. არადა დღესასწაულისთვის მნიშვნელოვანი სასიცილო ელემენტების ახლებურად გააზრებით ირკვევა, რომ მოზეინი ადამიანი ეგრეთ წოდებული ჰომოფენის სამყაროს სწორედ თამაშის სასახელოს მთელი მისი იდუმალებითა და დიდებულებით. ამ დროს ენიჭება ყოველივეს პირვანდელი შესაქმისეული იერი, ხოლო თამაშისას შეიძლება მიღმა გაჭრეთა. ოდენ მიწიებისაგან განძარცულ გონებას ძალო ციხილოს სამყარო უკუღმა. გოდერძი ჩოხელის მთელი შემოქმედება სწორედაც მითოსური, მაგიური, აქციური და გროტესკულია. როგორც კაცობრიობის გარეჯრაში ცდილობდნენ კარნავალებით, საკურნალიებითა და ათასგვარი სახიობით პროფანული დროის გარღვევას, ასევე ცდილობს გოდერძი ჩოხელი მისთვის მიუღებელი სისტემიდან თავის დაღწევას. ამაში კი მას ყველაზე მეტად ხალხის სიბრძნე ესაშველება. თავად ხალხური საგანძურის მფლობელმა მკითხველისადმი მთავარი გზავნილი ფოლკლორული ხერხები ძალზე ბუნებრივად შემოსა. გავახსენოთ, წერის მიერ აღწერილი შემთხვევა მოთხრობიდან მთავარი როლის შემსრულებელი. მთავარ გმირს ხეჩოს როლიდან გამოსვლა აღარ სურს, თუ აღარ ძალუძს. მას საკუთარი ირმობა მტკიცე უწამებია და ტყეში გაჭრილა. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოება ჩვენა ერთი ჩანაწერიც. კაცი ყოფილა აქაური, მე იმას ვერ ვიცნობდი. ირემს ეძახდნენო ადრე. სხვადასხვა ეს გადმოცემა გუდამაყრის სოფელ ლუთხუბის მკვიდრზე გვიხსნის. მაქციობის ნიმუში რომ უფად გვაქვს ქართულ ფოლკლორში. ხეჩოს გარდასახვა თითქოს ერთგვარი გამოძახილია ერთ მითოსურ დროს ქალღმერთ დალისთვის ჩვეული გარდაქცევისა, როდესაც ის ამათომი ცხოველის სახით ეცხადება მონადირეებს. გვახსენდება მითოსური ქალღმერთება სამძიმარიც, სოფლის ვაჟებს ნასტები ქალიშვილების სახით ამოჩვენება და თავზას უქმნის. ან კიდევ თავად გოდერძის მოთხრობაში აღწერილი რწმენა, რომ დევებს შეეძლოთ ახლობლის სახე ან ხმა მიიღოთ და ასე შეეძინათ დაემორჩილებინათ ადამიანის ძე. როცა დევი შემოარტყებოდა გუდამაყრელს, ეს ლოცვა უნდა ეთქვა თავად გოდერძინძერს. წინდა მეწვა ხეშისაო, ქალამანი მეშისაო, წმინდა გიორგი დასწავლოს ეშმაკეთის ფეხისაო. თავის ახალშობილ ვაჟს მომატრებული მწერალი ჩოხიდან დედას გამოეპარება და ფეხშიშველი დაადგება გზას. დევების ნასოფლარს მოახლოებულს კი მიახლოებით საკუთარი სახელი ჩაესწრება. ტრადიციული შიშით მოცული საკუთარ დედასაც, რომელიც შვილს თბილი წინდებითა და ფეხსაცმლით დადარდებია, დევად მიიღებს და მის ჯოხით მოგერიებასაც კი დააგვირებს. ვაიმე ვფიქრობ, აი დედაჩემის სახით გამომეცხადა დევი და იმით უნდა მომიტყუოს, ხო იძახიან ხანდახან ახლობლის სახეს ხელმიგობს. მაქციობის რიტუალს ახლავს მწერალი რომან მგელში წარმოდგენილ ამ პასაჟებს. ალდახი ისე უბრძანა დორაის ხელოვმა. ხელგვეითნი აქაი მიმოიფანტნენ, მოკრიბეს ჯადოსნური ბალახები, იმისაგან დაგრეხეს საბელი, გამოაჭილის თავს და მარყურად გადამასწრეს ხელზე. თულუხ მოკიდებული ქალი მოდიოდა სოფლიდან, გორს რომ გადმოსცა, თულუხი მოიხსნა, მიწაზე გამოგორდა და მლად იქცა. გელმა ფერდობი ჩაიფინა, გამოგორდა, ქალად იქცა და თულუხი წამოიკიდა. საინტერესოა, რომ სლავური მითოლოგია ცდილობს მკლავ გარდაქცევის ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანმა აქციას ძველ რუსულ გრძნეულების წიგნში კი 12 გარდაქცევათა შორის მოცემული ყოფილა მკლავ და დათვალ მოქცევის შესაძლებლობანი.
ინდიელთა მითოლოგიაში მგელი ხთონურ სამყაროს უკავშირდება, გაივის რა მიწისქვეშეც, აღდგომის შემდეგ მკვდართა საუბროს ბრძანებელი ხდება. ცნობილი მკვლევარი მიხეილ ბახმანი შეგვახსენებს, რომ სიკვდილისა და აღორძინების ცვლისა და განახლების მომენტები ყოველთვის მთავარი იყო სადღესასწაულო მსოფლმხედველობის ნებასთან. მგელთან დაკავშირებით მაია ციკლაუს ყველა ვიცით ცლად და საინტერესო დავს ფილმოლოგიურს ქართულობაში ასევე მის ფარგლებს გარეთაც და ამაზე ნაღარიბი გამოვიყენოთ ყურადღება უშედეგს ბევრი თქვა მასთან დაკავშირებით. მაქციობის თავისებური გამოვლინება და ავტორისეული საყურადღებო დეფინიცია გვხვდება მოთხრობაში გუგულის ღალა. ყვიროდი და ვეღარ ვჩერდებოდი, ხმა რომ ჩამეხლიჩა, მერე გამივხვდი, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე თურმე გუგული ვით ვყვიროდი. გუგუ, ნეტარ რას ნიშნავს ეს ძახილი, თავისუფლებას? სხვადასხვა ცხოველის ნიღბით შემოსვა ხომ მართლაც ანიჭებდა დღესასწაულის დროს თავისუფლებას მონაწილეებს. იქნებ ხალხური ტრადიციების გულის გულსწვდომი გოდერძი ჩოხელი ქვეცნობიერად სწორედ ამ ფრიგოლურობას გულისხმობს. სავარაუდოდ ამავე მოსაზრებას უნდა გამოწმებოდეს გამიხარდით თევზის წერილებში. თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას, ამიტომ ნატრულობთ. ბრალოდ ხდება ჩოხელის მონათხრობში გატრიზავების, გამასხარავების შემთხვევებიც. ერთ-ერთია დარდების შემგროვების, გამიხარდის ამბავი. თამთა რომ დადიოდა იმის იმედით, ღმერთებს სიმაღლე უყვართ და შეიძლება რომელიმე მთისწვერზე დამხვდესო. შეენანათ მეცხვარეებს. ერთ მეცხვარეს თლად თეთრი ტანსაცმელი ჩააცვეს, მატყლის წვერი გაუკეთეს და ვითომ ღმერთი იყო გამიხარდის დაუსვეს მაღალი მთისწვერზე. ადამიანთა სევდიდან მოიხსენებენ. კაცოწურაკების ძალზე სახელი იმუში ასევე ვაჟიგოვი მოუწყინდა რომ ატყობს თავის მეზობლებს ხან რას ამ ციტირებებისგან რომ თავს ვიკავებ ალბათ ყველა კარგად იცის რომელი ნაწარმოებიდან რა პასაჟები გულისხმობ რომ ძალიან ვრცელი გამოვიდოდა და ამ ტყუილებს აღარ მოვიხმ უბრალოდ ამით კი ის თავის ხალხურ წინაპრებს ქოსატყუილას და ნაცარქექიას ედოლფასება გოდერძი ჩოხელის მკვლევარი ისტორიკოსი კატალონ ბახტანგურული ვაჟიგოვი სწორედ ნაცარქექიად მოიხსენიებს. უნდა ითქვას, რომ გროტესკული თვალთახედვით ტყუილი იმ აუცილებლობა და საკრალურ გარდუვალობად ისახება, რომლისადაც გმირი დოვლათისა და ბარაქის გარეშე რჩება. ამის დასტური უნდა იყოს ქართულ ყოფაში დღემდე შემორჩენილი მოტყუება კაცოწურაკების ტრადიცია, რომელიც მაგალითად თუშეთში დღესაც ცოცხლობს. ამის ნიმუშებზე თავად მოიძიე და აქ ასევე მოვერიდები ამის წარმოჩენას, თუმცა ძალზე საინტერესო და ძალიან ენათესავება გოდერძის სამყაროს. ამ ქმედებათა არსი ამჟამად დავიწყებულია ის მხოლოდ სიცილისა და მხიარულების გამოწვევას ემსახურება, მაგრამ მუზეუმი სიცილი მხოლოდ დღესასწაულს არ ახასიათებს. მსოფლიო მითოლოგია სიცილის ძალის გამანაყოფიერებლად გამოყენების არაერთ მაგალითს იცნობს. ნაყოფიერებას უკავშირდება ადამიანთა სევდის ძალზე საინტერესო ფაბულას, რაც იმიტირებულ თავდასხმას გულისხმობს. ჩოხელები გარკვეული სტრატეგიის მიხედვით გუდამაყრის ხეობის ყოველ სოფელში იჭრებიან და თავის ძალაუფლებას აღადგენენ. რადგან ჩვენთვის საინტერესო გოდერძი ჩოხელის შემოქმედების თამაშობრივი კუთხით კვლევა ამ პასაჟმა გამახსენა ჰოლანდიელი კულტუროლოგის იოჰან ჰაიზინგას დერგულება. თამაში ბრძოლაა, ხოლო ბრძოლა თამაში. რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი ქათმების მომთვინებელი გალილეი ძალიან გავს ქართული დღესასწაულის ბერიკაობა ყეენობის პერსონაჟს და თითქმის იმეორებს იმ უჩვეულო ქმედებებს, რითაც ყეენი იქცევს თავს კარნავალის ფარგლებში. ჩოხის ცხოვრებები საკარნავალო რიტუალის მონაწილეთა მსგავსად ამოვარდება დროისა და ყოფის კალაპოტიდან. ის კი არა თვით ქათმების უჩვეულო მდგომარეობაში არყიანიკური თვითმფრინავები არიან. სოფლად ყველა სულიერი თითქოს სხვა განზომილებაში გადასულა. კარნავალურობა ცხადად იკითხება გოდერძი ჩოხელის სამყაროში, სადაც გარდაუვალი სიკვდილის ყოველ ნაბიჯზეა დაყრდნილი და თავის დროს ელის. მაგიური მთიული კი სისხლის მიერი გამოცდილებით უტყუარად გრძნობს, რომ თვით დასასრულში დგას დასაწყისიც. ხალხური ცნობიერების ზედმიწევნით გამომხატველია სიბერეზე დაფიქრებული შემოქმედის ამგვარი გადაწყვეტა. გავიხსენოთ ერთი ხალხური სალაღობო ფრაზა: 80 წლის ბებიაო, რათა გასთხოვდებიაო. ეს უცნაური ერთი შეხედვით აბსურდული, მისი არსით კი გროტესკული შეძახილი გვიდასტურებს ხალხმა კარგად უწყის, სიბერე დასასრული არ არის. ბახტინისეული განმარტებით ეს მიწყილ მუცელქმნილი და მშობიარე სხეულია. ეს სხეული ერთდროულად სამარის სიკვდილზეც დგას და აკმის სიკვდილზეც. მოთხრობა სიკვდილთან ხრეობად საკარნავალო განწყობილების მანიშნებელია. ავტორს მისი პერსონაჟების თანასოფლელების დარად არა აქვს პასუხი ყველაზე მთავარ კითხვებზე: რა არის სიკვდილი, რა ხდება სიკვდილის შემდეგ, სად მიდის სული ხორცთან გაყრისას. ამ მარადიულად ამოუხსნელი საკითხავის პირისპირ შთენილ კი ის გადარჩენიათ მოიშინაობა, მიუწვდომელი და სიკვდილთან ღრეობები. არც ეს ღრეობაა შემთხვევითი. სწორედ თამაშობრივი წრეგადასული ზეიმურობა იძლევა საშუალებას შეუცნობელთან ფიზიკური თუ მენტალური თანაზიარობისა. ოღონდ გონება ამ დროს სრულიად თავისუფალი უნდა იყოს ყოფითობის მარწუხებისგან. გავიხსენოთ, რომ სიკვდილი სოფელს სწორედ დღესასწაულზე სტუმრობს და მის მცხოვრებთან ამ საკრალური სივრცის ფარგლებში პროფანული დროის დადგომამდე აქვს მასთან შეთამაშებისა თუ მიახლების საშუალება. ამგვარი დამდაბლებით, რომ დამოკიდებულება არ კნინდება, ამას თავად გოდერძი გვემოწმება.
არსად ადამიანის სიკვდილს ისე არ განიცდიან, როგორც აქ, სიცოცხლესა და სიკვდილს აქაური ხალხი ერთნაირად სცემს პატივს. ვფიქრობ, მითის გარეშე მშრალად და ზერელე წაკითხვის შედეგი იყო ეს არაერთგვაროვანი შეფასებები თავის დროზე გოდერძი ჩოხელის ნააზრევმა რომ გამოიწვია. არგა მის შემოქმედება სწორედ მითოსის სიმაღლიდან სჭირდება ჭვრეტა და დაგემოვნება. გოდერძი იმგვარივე სიზუსტით აღიქვამს გარემოს, თვითოულ დეტალს ირგვლივ, როგორც ამას ჩვენი წინაპრები გვიდასტურებენ. იგი არ არის ხალხური მასალის ინტელექტუალური გამომხენებელი. სამყაროს გადაშლილ წიგნს ოდენ ინტუიციით კითხულობს, თანადროულად გარეგანი დამკვირვებლისა და შიგნიდან მხედველის თვალით. გოდერძი მითოსით სუნთქავს და მითოსში არსებობს. ამ თვალსაზრისით გასაგებია მისი შემოქმედების მრავალრიცხოვანი გმირების სილაღე, ზღვარგარდასული ქმედებები, ხშირად აუხსნელი, აბსურდული ქცევა. ეს ხომ ყოფას, ბანალურობას, რუტინას, შიშს, შეუცნობელსა და ამოუცნობს გარიდებული, საკრალო გარემოში განხორციელებული ცხოვრებაა. გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში ფოლკლორი რომ დიდწილად იმპლიციტური ფორმით ვლინდება, ამის საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიხმობ მოთხრობიდან დევების ნასოფლარი. გოდერძი საოცარი უშუალობითა და სიტრფელით უწყდება ამ კითხვას. რატომ არ ვიცი, ჯერა რომ დევები არსებობდნენ. ის ღამეც ჩემი თვალით ვიხილე, მაგრამ სინათლე და დევი გაშუაშია, დღემდე ვერ მიუხვდარვარო. ამგვარივე თანაცოდნით არის დაკარნახები მწერლის განცდა რომანი გელში. ეკლესიის მოედანზე სასმელშეპავული მხვეწარის მიერ დაკანონებული სამანისა და დღეობის წესრიგის მიღების აღწერის დროსაც. დეკანოზი ზარებს მიეჭრა და ხალხის დასახეშმინებლად ჩამორეკა. ყური არავინ ათხოვას არის ხმას. განვიხსნა ზურაბ კიკნაძის ნაშრომი ჯვარი დასახმოსა და მკვლევარი საკრალურ სივრცეში ზარის სიმბოლურ მნიშვნელობაზე საუბრობს. ზარი მოწოდებულია გააერთიანოს ჯვარის ხმები. გაახსენოს, რომ ჰყავთ საერთო პატრონი, რომ ისინი საღმოს შეადგენენ და რომ ცხოვრება ზარების ხმის სმენადობის ფარგლებში მოქცეული თემის შიგნით ცხოვრებას ნიშნავდა. გოდერძი ჩოხელმა როგორც მთიულეთის სალოცავების უმჯმაღმა კარგად იცის, რას ნიშნავს ზარის რეკვა. ეს ის ხმა, რომელიც მარადიულად ჟღერდა მისივე არსებაში და ბათუ დანილეს მშვენიერი პოეტური ხატების არ იყოს, თავადაც სულ დარეკილ, სულ მოგანგაში ზარები თრთოდა. სამწუხაროდ ვერცამ ზარის ხმამ შეამხიზლა მწერლის თანადროული მრევლი. ზურაბ კიკნაძე ჯვარჩენაზე საუბრისას იშველებს ლაშებისა და ხმალას ალვისხის ანდრეზებს და დასცენს. ღვთისშვილი მისტირის წარსულს, როცა მუხაც იყო, ოქროს შიგიც და საღმოს შესაწირავით მისდიოდა მურიგე ღმერთს. ამო იყო კავშირი, იყო რელიგია, შვილი, მაგრამ შვილი გაწყდა. ამას გვამცნობს ხმალას ალვისხის ლექსი და ამ ადგილზე გაწყდა ცისა და მიწის კავშირი, რელიგია. ამ მოსაზრების ყველგან მახსენდება ერთი საინტერესო ინტერვიუ გოდერძისთან, სადაც ის თავისი ცნობილი მოთხრობების პროტოტიპებს იხსენებს. ბერი და ჭკუნა ჩემი ბიძები იყვნენ. ძია ჭკუნა რომ გარდაიცვალა და გარეთ გამოასვენეს, მოწმედელცაზე ისე დაიფუხა თურმე რომ ყველა გაოცდა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ წავიდა კარგი ყმა, კარგი ვაჟკაცი. ეს ზეციური ნიშანი ჩვენი აზრით უთუოდ იმის მაუწყებელიცაა, როგორი ჰარმონია არსებობდა სამყაროსა და ადამიანს შორის. მიწის ტკივილით სამდეც უწევდა და პირუყო. ცამიწის სწორედ ამგვარი ერთიანობის თანაზიარი იყო გოდერძი ჩოხელი მშობლიურ ხეობაში და ამიტომაც არასოდეს ეთმობოდა იგი. ქალაქად მყოფი მოუცილებდად გრძნობდა იმ ენერგიის ნაკლებობას, რასაც მთად არავინ აძლევდა, ეს მისი სიტყვა. ამ სამყაროების სისავსის რღვევის შედეგად იმატა 300 იქით დასახლებულთა რიცხვმაც. გოდერძი თითქოს ჩვენს თვალწინ თავს ძოლახნებისა უცოდვათა კიდევანს და ცალკეულ მოველება დამოაქვს ერთი სოფლის მკვიდრთა ბიწიანი ცხოვრება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ პატარა სოფლის ფარგლებში თითქმის ჰერმეტულ გარემოში, როგორც დარდები, ასევე ცოდვებიც ზოგადკაცობრიულია. არაერთხელ აღნიშნულა გოდერძი ჩოხელის შემოქმედების მკვლევართა მიერ, რომ გოდერძი თავადვე იყო ყოფითობის საზღვრების მრღვეველი, ის საიქიო სააქაო სამყაროს მიჯნაზე ცხოვრების შემოქმედია და იმის განსაზღვრაც კი ჭირს საით მეტია ცისკენ თუ მიწისკენ. სწორედ ამ სამანთა რღვევის გამოა იგი მაგიური. მოთხრობაში ღმერთის შვილები გოდერძი ჩოხელს თავისი შეუმცდარი ჰუმანით თვით დუალური სამყაროს მარადიული ოპოზიციური წყვილების მორიგებაც კი ეკითხება. მისი გმირების ბაღდარისა და სამყარის საშუალებით ეოცნებება სანატრელი იდილის დამყარება დედამიწაზე. შევარიგოთ რა უნდა მაგათ შერიგებას, თხილით სავსე ერთი პატარა ფული. დევისა და ნათაკიკია ძმობილობა, რომ ითავითო განწირულია ეს თავად ავტორმაც კარგად იცის, მაგრამ მაინც ეიმედება. გონიერი ხო დამფიქრდება ზოგჯერ ამხელა სევდა იმალება გულუბრყოლობაშიო. სევდასთან ერთად უდიდეს სიბრძნესაც იტევს გულუბრყოლობა. ქართულ ფოლკლორში ამის უამრავი დადასტურება არსებობს, რაც თავარია ნაიბურობა ავტორს თავადვე ახასიათებს. მისთვის არაფერია ბოლომდე დასრულებული და თვითმყარი ამ სამზეოში, რაც ასევე სამყაროს გროტესკული აღქმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მახასიათებელია. დაკვირვებული მკითხველი იმასაც შენიშნავდა, რომ ჩოხელისეული ხელწერისთვის ასევე გამოკვეთილად ნიშნულია მოულოდნელი თითქმის რადიკალური ფინალები. ამაზე გუშინ რაღაც გარკვეული თვალსაზრისით მგონი იყო საუბარი მოულოდნელობებზე. ხშირად შესაძლოა გაოცებულიც კი დარჩე ამა თუ იქ მოთხრობის დაუსრულებლობით ბრჭყალებში, რომ ვთქვათ, იქნებ შემოსწრეთ კიდეც ავტორს, რომელიც თითქოს სადღაც წავიდა და აღარ ბრუნდება ამის გასახსობად.
ეს ერთგვარი სასპენსიც ხალხური აზროვნებისათვის ჩვეული მაგიური მისტიკური ჭრეთის გამოძახილია, სავარაუდოდ იმისათვის განკუთვნილი, რომ სინედლე და პირველადობა არ დაეკარგოს სათქმელს, ამავდროულად საკრალურობა შეუნარჩუნდეს წერის ჩანაფიქრს. მაგრამ მოგეხსენებათ საკრალურის პროფანაციაც მითოსური დროის თანმდებია, დღეს სწავლის მკაცრად დასასრული ვადის გასვლის შემდეგ სამყაროში კვლავ დროის ათვენი იწყება. ყოველივეს პირვანდელი იერი და ფორმა უბრუნდება, ყველა თავის საგარდელს მიაშურებს. ჩოხელის სეულის სივრცის კარნავალური განწყობის მოყვევილი კი დარდების შემგროვებელი გამიხარდია. და ერთგვარად მაინც მეცნიერულიდან რაღაც პოეტურად ვერაცდებით ამას გოდერძი მაინც ერთგვარად პოეტური წერალია, როგორც უკვე ითქვა და მეც ესე მინდა დავასრულოთ, თუმცა ასევე ხალხური ჩანართები აღარ. გოდერძი ჩოხელი ხომ სამყაროების საგარდელის მარადიული მკვლევარიცაა, მისი უცვლელი საჭიროებისაძიებელი მშობლიური კუთხე, რომელსაც თავის მცირე, მაგრამ საფრთხე მიწაზე კოსმიური სათქმელი დაუტევია. ერთ-ერთი ნოველის გმირი გიგია ბუნაური მწერლის პროტოტიპად მის სიმბოლურ ხატებად მასახება. როგორც გიგია არტიდან, გოდერძიც ასევე ზეციურთან იყო წილნაყარი. გენიალური მიგნებაა ცის მბრძანებელთან, სივრცეთა დამხრობთან, ფრინველთა მეფესთან შესრულებული ფიცვერცხლი. ამით კი საკუთარი თავის გამოდმევება უსასრულობასა და ამაღლებულთან. გიგია ბუნაურმა ხანჯლის პირით გადაესერა მარჯვენა ხელი. მერე არწივს სისხლიანი ფეხი აუწია და იმის სისხლს შეუძლია თავისი სისხლი. ვერცხლგარეული არყიანი თასი არ იყო და არწივს უთხრა: შენი დედაი, ჩემი დედაი, შენი დაი, ჩემი დაი, შენი ძმაი, ჩემი ძმაი, შენი სიხარული, ჩემი სიხარული, შენი დარდი, ჩემი დარდი, შენ ვინც გაწყენინას, მე მაწყენინას, შენ ვინც მაქლას, მე მაქლას, შენი სიცოცხლე, ჩემი სიცოცხლე, შენი ფიცი სამარადისო, ჩვენი ძმობა უკუნისამდე. ამინ. თქვა ბოლოს და თასიდან არაყი მოსვა. მერე არწივს შეესვა ერთი ყური. დარჩენილი რაყი ჭრილობა მოუბანა, შეუხვია, გარეთ გაიყვანა და გაუშვა. ფოლკლორის თეორიაში არსებობს სიმპათიკური მაგიის ცნება, რაც სასურველთან გაიგივების, ერთობის გამოწვევას გულისხმობს. იქნება მაგიური რიტუალის ერთგვარი ფორმა ისიც, რასაც გოდერძი ჩოხელი ასე წერდა. ძველთაგანვე ულამაზესი დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ კაცს საფლავის ქვასთან. თუ ბუდნის დედა იყო, ხარებს გამოკვეთავდნენ მიცვალებულის ქვაზე. თუ მწყემსი იყო, ვერც და ასე რა საქმესაც ემსახურებოდა ამ სოფელში. ახლა უამრავი ასეთი შედევრი საფლავია შემონახული ძველ სასაფლაოებზეო. ეს ულამაზესი დამოკიდებულება მის ძალშესახების შემკობით საბედნიეროდ კვლავაც აღდგა ჩვენს ქვეყანაში. მე ასე ვფიქრობ, აუყოვდა სამარი გოდერძი ჩოხელს. ყველა მიცის გოდერძის საფლავზე კრავია გამოსახული. მაკი ამბობდა რა საქმესაც ემსახურებოდა ამ სოფელშიო. ამ ლოგიკით მისი მფლობელი მწყემსი უნდა იყოს. დიახ, ერისა და ქართული სიტყვის გზა შეუცდარი მწყემსი, თავისი დრანგალასავით დაუფიქრებლად რომ ენაცვლებოდა ერთი ბატკნის სიცოცხლეს. რადგანაც გოდერძი ყოველ ადამიანს მოთხრობად ხედავდა, ალბათ ამიტომ მისი მოთხრობებიც ადამიანთა ცხოვრებასავით ლოგიკურად სიკვდილით სრულდება. მისი რომ მარადიული საკითხავს კი, რა არის სიკვდილი? საკუთარი აღსასრულით რომ უზუსტესად მივუღო. სიკვდილი სამყარო დატეული კაცის ამ ქვეყნად არ ყოფნის დიდი სევდაა, ხოლო სიცოცხლე მისი მარადიული ხსოვნის სიხარული. დიდი მადლობა.